რეალურად რამდენი სტატუს შეჩერებული სტუდენტია საქართველოში? განათლების სამინისტროს და ნაციონალური მოძრაობის სტატისტიკა განსხვავებულია. ერთ შემთხვევაში ეს ციფრი 11,000-ია, მეორე შემთხვევაში კი 38,000. პრობლემა რომ მოსაგვარებელია, ამაზე ყველა თანხმდება. განათლების მინისტრი დღეს პრობლემით დაინტერესებულ ადამიანებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე ყველაზე აქტიური ვინმე გიგა გვასალია იყო, რომელიც როგორც გავარკვიეთ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფოთის საკრებულოს მალთაყვის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. დღეს კი სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს წარმოადგენს. თქვენი გეგმა იმ სტუდენტებთან მიმართებაში, როგორც შეიძლება მოვარდეთ მათი პრობლემა, რომლებიც რეალურად სწავლობდნენ და რეალურად არაა მათ სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა პრობლემების შესახებ განათლების მინისტრთან შეხვედრაზე ყველაზე აქტიური დღეს გიგა გვასალია იყო. ის საინიციატივო ჯგუფ სტუდენტთა ომბუდსმენის წარმომადგენელია. გვასალია მინისტრს რამდენჯერმე დაუპირისპირდა და სტატუს შეჩერებული სტუდენტების შესახებ არასრული სტატისტიკის მიწოდების გამოც უსაყვედურა. მე ვარ აბსოლუტურად გულახდილი თქვენთან და მართლა მე არ ვამბობ იმას, რომ ყველაფერი არის ისე დაალაგებული, რომ არაფერს გამოსწორება არ სჭირდება, მაგრამ ციფრებით შეიძლება არის რაღაც კონკრეტული ციფრი და ამ ციფრს ამოვდეთ რაღაც ახსნა, შეიძლება ორი მხარე, შეიძლება კი არა ორი მხარე. ეს არის მანიპულაცია. ხო, დაინახეთ რამდენი მხარე აქვს ამ სტატისტიკას. ეს შეიძლება ამოglīt ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი ვარ, შემოთავაზე მომენტზე ერთ ნაციონალური მოძრაობის ფოთის სახალხო ორგანიზაციიდან. გიგა გვასალია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საკრებულოს მალთაყვის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. შეეული ადამიანის უფლებას გამოხატოს საკუთარი აზრი და მით უმეტეს როდესაც საპარლამენტო ოპოზიციის გენერალურ დივანს იჭერს, ეს ყოველთვის გააჩენს კითხვებს და წავიკითხებს. 2013 წლის 22 მაისში ტელეეკრანებზე არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოების ინიციატივის წევრის სტატუსით გამოჩნდა და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას მეგობართან ერთად აპროტესტებდა. დღეს კი ამბობს, რომ სტუდენტია და სტატუს შეჩერებულების ინტერესებს იცავს. ჩვენთან საუბრისას გიგა გვასალიამ თავდაპირველად ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი დამალა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს, შეიძლება გითხრათ. თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ახლო წარსული შევახსენეთ, პოზიცია შეცვალა. ამას არანაირი კავშირი არ მაქვს, წარსულში წავიდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ფოთში, მაჟორიტარობის კანდიდატი. სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა პრობლემებზე სასაუბროდ ახალგაზრდების სამინისტროში თავად მინისტრმა მიიწვია. მიზეზი საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული მონაცემები გახდა, რომ სტატუს შეჩერებული სტუდენტების რიცხვმა 38,000 გადააჭარბა. ის რომ ვერ იხდიან სტუდენტები და ახალგაზრდები და მათი მშობლები ამ თანხებს აჩვენებს სწორედ იმას, რომ გადახდისუნარიანი ადამიანები მცირდებიან ამ ქვეყანაში და ეს არის სერიოზული პრობლემა. მინისტრმა რატიანი არასწორი მონაცემების გავრცელებაში დაადანაშაულა. სანიკიძის თქმით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი ამ დროისთვის 11,000 სტუდენტს აქვს შეჩერებული. ძალიან კარგად იცოდა, რომ აქ პრობლემა დღეს არ არის. არც სამუშაოდ მოსვლა ჩვენთან, არც საკონსულტაციოდ, მას ურჩევნია წაიღოს ერთი კონკრეტული ბაზიდან და ამის მანიპულაცია გააკეთოს. და საბოლოო ჯამში იცით რა არის უდესწოდი რა ხედა? რომ ერთი სტუდენტი მეორეს რაღაცას საბრალებს. მინისტრმა თქვა ისიც, რომ საკითხში უკეთ გასარკვევად მან დეპუტატის სამინისტროში მიიწვია, თუმცა ის არ მოვიდა. სანიკიძეს რატიანმა უპასუხა. მისი თქმით, სტატისტიკა, რომელიც გაავრცელა განათლების სამინისტროდან გამოითხოვა. ჩემი შეთავაზება არის, რომ 10 მილიონი ლარი გამოიყოს მიზნობრივად სტუდენტებს. 10 მილიონი არ არის, მაშინ რაღაცა პასუხი უნდა გაუწეს განათლების სამინისტრო რამდენს აპირებს. უშინ სტატუს შეჩერებულ სტუდენტებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და სახელმწიფოს მიერ მათი სწავლის დაფინანსება მოითხოვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმაც. მე ვთხოვ მთავრობას თავისი სარეზერვო ფონდიდან დაფაროს 38,000 სტუდენტის დავალიანება. განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ სტუდენტების 55% სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო 2011 წლიდან დღემდე სტატუსი 24,000-მდე სტუდენტმა აღიდგინა.